საღამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღეს ვილაპარაკებთ უცხო პლანეტელების არსებობის, მათთან კონტაქტების და მფრინავი თებშების ისტორიის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს, აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა ყველა ჩვენს გამომწერს და მათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. 2015 წელს ჩატარდა საერთაშორისო კვლევა და აღმოჩნდა, რომ არა მიწიერი გონიერი სიცოცხლის არსებობის სჯერათ შეერთებული შტატების მოსახლეობის 54%-ს, გერმანიის მოსახლეობის 56%-ს და ბრიტანელების 52%-ს. სამწუხაროდ არ არსებობს სანდო და ოფიციალური რეიტინგი, რომელიც გვიჩვენებდა საქართველოს მოქალაქეების რა პროცენტს სჯერა უცხო პლანეტელების არსებობის. თუმცა ასეთები რომ არსებობენ და შესაძლოა მრავლადაც, ამას საერთაშორისო კვლევის მონაცემებიც ადასტურებს. მთელ მსოფლიოში ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად ბევრს სჯერა, რომ ისინი მართლაც არსებობენ. ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ ან ეჭვი ჰქონდათ, რომ დედამიწის გარდა სიცოცხლე არსებობდა სხვაგანაც კოსმოსში, ძველი დროიდან არსებობენ. ამაზე წერდნენ მე-17 საუკუნეშიც. წერდა ჟულ ვერნიც და არა მხოლოდ ჟულ ვერნი, მაგრამ ეს ადამიანები ძირითადად წერდნენ იმის შესახებ, რომ დედამიწაზე კი არ მოდიოდა ვიღაც, არამედ პირიქით დედამიწელები მიდიოდნენ კოსმოსში. 1878 წელს იტალიელი ასტრონომი ჯოვანი სკიაპარელი აკეთებს აღმოჩენას, რომელიც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის შესახებ წარმოდგენებზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს. დედამიწა, რომელიც ბრუნავს მზის გარშემო, დაუახლოვდა თავის ორბიტაზე მბრუნავ მარსს, რაც ხდება ხოლმე დაახლოებით 17 წელიწადში ერთხელ. და სკიაპარელიმ, რომელიც აკვირდებოდა მარსს, მის ზედაპირზე დაინახა რაღაც უცნაური ვიწრო ხაზები და მათ უწოდა კანალიები, კვალი, ღარი. თარგმანში მას დარჩა სახელი არხი, რასაც მოყვა ის, რომ უცებ ყველამ აიტაცა, რომ მარსზე ყოფილა თურმე არხები, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ იქ არის ცივილიზაცია და მერე რამდენჯერაც არ ითქვა, რომ შეუძლებელია ტელესკოპით მარსზე არხების დანახვა, არავის აღარ აინტერესებდა, რადგან იდეა უკვე გაჩნდა. მარსზე არხების არსებობის იდეა აიტაცა მდიდარმა ამერიკელმა ასტრონომმა პერსივალ ლოუელმა. მან საკუთარი ფულით არიზონაში ააშენა დიდი ობსერვატორია, რომელსაც უწოდეს ლოუელის ობსერვატორია. ტელესკოპები იხვეწებოდა, მაგრამ ფოტოებზე არხები არ ჩანდა. ლოუელს იმდენად უნდოდა, რომ არხები ყოფილიყო, რომ ამბობდა, ადამიანის თვალი ხედავს მათ, ფოტოაპარატი ვერ ხედავსო. ეხლა როგორ ხსნიდა ის ამ არხების არსებობას? მისი აზრით, ისინი მოწმობდა იმას, რომ მარსზე არსებობდა დედამიწაზე უფრო ძველი და განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც მოუწია ბრძოლა საყოველთაო პლანეტარულ გვალვასთან, რომლის მსგავსიც დედამიწას არ ახსოვს. თითქოს ამისთვის მოაწყეს მათ არხების ქსელი, რომლითაც ამარაგებდნენ დედამიწაზე ქალაქებს წყლით. მეტიც ლოუელი ფიქრობდა, რომ რადგან ეს არხები ფარავდა მთელ მარსს, ესე იგი მარსზე არსებობდა მსოფლიო მთავრობაც. დღეს ყველა მიცის, რომ ასეთი არხები არ არსებობს, მაგრამ მარსიანული ცივილიზაციის ამ ხატსურათმა მეცნიერთა მთელ თაობებზე იქონია გავლენა. ყველა მარსის შესწავლამ გაიტაცა. რაც შეეხება ლოუელს, მან თავის მხრივ შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ბევრად ცნობილ ადამიანზე, რომლის ტექსტებსაც ყველა კითხულობდა. ეს იყო ჰერბერტ უელსი. 1897 წელს უელსი აქვეყნებს თავის ცნობილ წიგნს სამყაროთა ომი. სიუჟეტი ასეთია. დედამიწელები გრძნობენ, რომ რაღაც უახლოვდებათ, რადგან მარსზე უცნაური გაელვებები ჩანს. მერე ირკვევა, რომ მარსის ზედაპირი იყინება, მარსიანელები იქ ვეღარ ცხოვრობენ, აკეთებენ უზარმაზარ ზარბაზანს, საიდანაც დედამიწისკენ უშვებენ რაკეტებს. შემდეგ არის რაღაც დარტყმა, აფეთქება და კრატერებიდან ამოდიან ამაზრზენი მარსელები. ისინი სწრაფად იპყრობენ დედამიწას, იჭერენ ადამიანებს, რომ მათი სისხლი გამოიყენონ ენერგიის აღსადგენად, იწყება ქაოსი, მაგრამ აქედან 21 დღეში ყველაფერი სრულდება. მარსელები ინფიცირდებიან ადამიანის დაავადებით და იხოცებიან. უელსი იმ ტრადიციის სათავეშია, ვინც უცხო პლანეტელებს ურჩხულებად წარმოადგენს. ის თავადაც დაინტერესებული იყო სამეცნიერო აღმოჩენებით და მისი ბევრი იდეა მეცნიერებაზეც აისახა. სინამდვილეში ის უცხო პლანეტელებზე არ წერდა,
არამედ წერდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო კაცობრიობა. მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე აბსოლუტურად განსხვავებულ ადგილებში, სხვადასხვა ქვეყნებში ხედავდნენ უცნაურ მოვლენებს. მეორე მსოფლიო ომის დროსაც, როდესაც მოკავშირეების პილოტები გერმანიის თავზე დაფრინავდნენ, ხედავდნენ რაღაც სინათლის ობიექტებს. მაგრამ 1940-იანი წლების ბოლოს და 50-იანების დასაწყისში ჩნდება მთელი ტალღა მფრინავი თებშების შესახებ მოყოლილი ისტორიების. განსაკუთრებით კენეთ არნოლდის ისტორიის პუბლიკაციის შემდეგ. ეს არის პოლიტიკურად ძალიან დაძაბული დრო, ცივი ომის და ატომური ეპოქის დასაწყისი. ადამიანებს ეშინიათ მესამე მსოფლიო ომის. 1947 წლის 24 ივნის კენეთ არნოლდი, 32 წლის ამერიკელი პილოტი, პატარა თვითმფრინავით მიფრინავდა რეინირის მთასთან, ვაშინგტონის შტატიდან ორეგონის შტატში. რეინირი ეს არის დიდი მთა და უძველესი დროიდან მასზე უამრავი ლეგენდა და მითი არსებობს. მას ეთაყვანებოდნენ ადგილობრივი ინდიელი ტომები. კენეთ არნოლდი იყო გონიერი ადამიანი, პილოტი, ბიზნესმენი, ორი შვილის მამა, მოკლედ სანდო მოწმე. ამ ფრენის დროს მარცხენა მხარეს რეინირისგან ჩრდილოეთით მან დაინახა სინათლის კაშკაშა გაელვება და შემდეგ როგორც თავად ყვებოდა 9 უცნაური მფრინავი ობიექტის ჯაჭვი, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიფრინავდნენ. როგორც არნოლდმა გამოთვალა, მათი მოძრაობა იყო ბგერის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფი. როდესაც ის დაეშვა დანიშნულების ადგილას და უამბო ყველაფერი სხვა პილოტებს, მათ ორი ვერსია გაუჩნდათ. ერთი, რომ ეს იყო ამერიკელი სამხედროების საიდუმლო ცდები და მეორე საბჭოთა კავშირის მზვერავი ჯაშუშური მოწყობილობები. ეს არის 1947 წელი, ცივი ომი, როდესაც ყველა დაძაბულია. ამიტომ ორივე ეს ვერსია დამაჯერებლად გამოიყურებოდა. არნოლდმა გადაწყვიტა ამის შესახებ გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ეცნობებინა. მივიდა მათ ადგილობრივ ოფისში და როდესაც არავინ დახვდა, წავიდა ადგილობრივ გაზეთში, რომელსაც უამბო, რომ დაინახა რაღაც უცნაური დისკები, რომლებიც მიფრინავდნენ წყალზე გაშვებული თებშებივით. სწორედ ამ დროს გაჩნდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის თებშებთან შედარება. რა თქმა უნდა, გაზეთმა ეს სენსაცია დაბეჭდა და მალე იდუმალი მფრინავი თებშების შესახებ წერა დაიწყეს სხვა გაზეთებმაც მთელს შეერთებულ შტატებში. ამერიკის საჰაერო ძალებმა უმალთქვეს, რომ ეს არ იყო მათი მოწყობილობები, მაგრამ განცხადება საკმარისი აღარ აღმოჩნდა ვინმეს დასარწმუნებლად. იმ მომენტისთვის ეს იყო სენსაცია, მაგრამ არა განსაკუთრებული. შეიძლება ამბავი აღარც გახსენებოდა არავის, რომ არა რეიმონდ პალმერი. ის იყო ძალიან მძიმე ბედის ადამიანი, ბავშვობაში რაღაც შეემთხვა, აღარ გაიზარდა, დარჩა ჯუჯად დიდი კუზით. ბავშვისთვის ეს იყო განსაცდელი, სკოლაში თანატოლები დასინოდნენ და როგორც ტიპური მარტოსული ბავშვი თავიდან ფეხებამდე გადაეშვა საკუთარ სამყაროში. კითხულობდა ძალიან ბევრს და კითხულობდა თან ისეთ გამოცემებს, სადაც წერდნენ უცნაური მისტიკური ისტორიების შესახებ, მათ შორის კოსმოსის საიდუმლოებებზე. როდესაც პალმერი გაიზარდა, თავად დაიწყო ასეთ ჟურნალებში წერა. 1930-იანი წლების ბოლოს კი თავად გამოსცემდა ჟურნალს Amazing Stories, ანუ საოცარი ისტორიები, სადაც სხვა ავტორებთან ერთად წერდა სტატიებს იდუმალ ძალებზე, მისტიკურ ისტორიებზე. რაღაც მომენტში მან ყურადღება მიაქცია იმას, რომ თუკი მასალაში ნახსენები იყო სიტყვა ატლანტიდა ან ლემურია, ჟურნალის გაყიდვები იზრდებოდა. ლემურია ინდოეთის ოკეანეში დაკარგული კიდევ ერთი მითიური კუნძულია თუ კონტინენტი თავისი ცივილიზაციით. ყველას აინტერესებდა ინფორმაცია ამ იდუმალი ცივილიზაციების შესახებ. რედაქციისთვის გაგზავნილი მრავალრიცხოვანი წერილებიდან პალმერი დაინტერესდა რიჩარდ შეივერის წერილებით. შეივერი იყო შემდუღებელი და ამტკიცებდა, რომ თავისი ამ შემდუღებლის აპარატიდან იღებდა რაღაც ცნობებს მიწისქვეშეთიდან. პალმერმა აიღო ეს ნახევრად გიჟური ტექსტები, ისინი დაამუშავა და გააკეთა ის, რასაც მანამდეც აკეთებდა. მოგონილი ამბავი გაასაღა რეალობად. ასე გამოაქვეყნა მან შეივერის სტატია სახელწოდებით „მახსოვს ლემურია“. ამ სტატიაში შეივერი წერდა, რომ ახსოვს ბევრი 1000 წლის წინ დედამიწაზე არსებული ორი დიდი ცივილიზაცია, ატლანტიდა და ლემურია, რომლებიც კოსმოსიდან ჩამოვიდნენ. ისინი ისე ეომებოდნენ ერთმანეთს, რომ სრულად გამოიფიდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ სხვა პლანეტებზე, მაგრამ გაფრენამდე მათი ომების პროცესში მზე გახდა ძალიან ტოქსიკური.
ატმოსფეროში რადიაცია გაიზარდა და მათ ააშენეს მიწისქვეშა ქალაქები, სადაც აცხოვრებდნენ მათზე მომუშავე განუვითარებელ ადამიანებს. შეივერი ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს დედამიწაზე მიწისქვეშ დარჩენილი ადამიანები გადასცემდნენ მას სიგნალებს შედუღების აპარატის საშუალებით. 1948 წლისთვის პალმერმა, რომელიც უკვე სხვა ჟურნალს გამოსცემდა, მას ერქვა ბედი, წაიკითხა მფრინავი თეფშების შესახებ და ცხადი ამბავი ძალიან მოეწონა. დაიწყო ამ ცნობების გადაბეჭდვა, მაგრამ ეს ამბავი მიაბა თავის ღაპრულ ფანტაზიებს უცხო პლანეტელების შესახებ და ის იყო პირველი, ვინც თეფშები დაუკავშირა კოსმოსს, უცხო პლანეტურ ცივილიზაციას. შედეგად ტირაჟი გაიზარდა და რა თქმა უნდა განაგრძო ამ იდეის განვითარება. 1948 წელსვე ნიუ-იორკში ტარდება უფოლოგების პირველი ყრილობა. უფოლოგებს უწოდებენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემსწავლელ, ეგრეთ წოდებულ სპეციალისტებს. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება წარსულისგან განსხვავებული წარმოდგენა, რომ ადამიანები კი არ მიდიან კოსმოსში, არამედ სხვა პლანეტებიდან მოდიან ჩვენთან, დედამიწაზე. პარალელურად მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციის შესასწავლად ამერიკის საჰაერო ძალები ატარებენ გამოძიებას. ჯგუფით შეიქმნა, რომელსაც ყველა მონაცემი უნდა შეეგროვებინა მსგავს მოვლენებზე და გაეანალიზებინა. არმია აგროვებს დიდი მოცულობის ინფორმაციას. ამ ჯგუფში მიწვეული ყავდათ სერიოზული მეცნიერები, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერავინ დაამტკიცა ამ მოვლენების არამიწიერი წარმომავლობა. ყველა შემთხვევა დამაჯერებლად ვერ აიხსნა, მაგრამ უფრო მონაცემების ნაკლებობის გამო. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სხვადასხვა შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული ამოუცნობი ობიექტები იყო ან მზის ანარეკლი, ან მოკაშკაშე ვენერა, ან ატმოსფერული მოვლენები, მაგრამ არანაირად მფრინავი თეფშები. იმის გამო, რომ ამ კომისიის და პროექტის მუშაობა ანგარიშის გამოქვეყნებამდე იყო გასაიდუმლოებული, ამან გაამწვავა ადამიანების ინტერესი. და სწორედ ამ დროს ჩნდება კენ პიოდი. ეს იყო ავტომობილისტი, რომელიც წერდა ავტომობილებზე, მაგრამ გადაერთო მფრინავ თეფშებზე. და ის იქნება ერთ-ერთი პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი, ვინც დაიწყებს ამ თემაზე შეთქმულების თეორიის განვითარებას. მას ჰქონდა მარტივი იდეა, რადგან არაფერს გვეუბნებიან, ესე იგი რაღაცას გვიმალავენ. მეტიც მას ჰქონდა მოსაზრება, რომ სამხედროებს უნდოდათ ხალხისთვის სიმართლის გადაცემა, მაგრამ უკრძალავდნენ. ამიტომ სამხედროები ცდილობდნენ ცნობებს გაეჟონა და ხალხის ყურამდე მიეღწია. ამას მოყვა დამატებითი თეორიები, რომ მაგალითად სადღაც სამხედრო ბაზაზე ინახებოდა თეფშის ფრაგმენტები და უცხო პლანეტელების გვამები და ასე შემდეგ. როდესაც სამხედროების ანგარიში გამოქვეყნდა და იქ ეწერა, რომ არაფერი უცნაური არ დასტურდებოდა, კენ პიოდიმ თქვა, როგორც ვამბობდი, ვიღაცას სურს ჩვენი გაფრთხილება, მაგრამ ეშინია ზედმეტი არ თქვასო. 1950 წელს ჟურნალში სიმართლე გამოვიდა ამერიკელი მფრინავის დონალდ კიხოს სტატია. მფრინავი თეფშები მართლაც არსებობ. ავტორი წერდა, რომ დედამიწას უცხო პლანეტელები აკვირდებიან ბოლო 175 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში ისინი სულ უფრო ხშირად ჩნდებიან დედამიწაზე, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ ატომური აფეთქებების. ეშინიათ, რომ ატომური აფეთქების შედეგად დედამიწა დაეჯახება მათ ორბიტას. შემდეგ ეს იდეა განვითარდა, რომ უცხო პლანეტელებს ეშინიათ ატომური ბომბის და ცდილობენ ადამიანების გაფრთხილებას. თან ეს მფრინავი რატომღაც ამტკიცებდა, რომ უცხო პლანეტელებს უნდოდათ ადამიანებთან კონტაქტში შესვლა, რომ კონტაქტი იქნება მშვიდობიანი, გავუგებთ ერთმანეთს, რადგან ვგავართ ერთმანეთს. საიდან მოიტანა მან ეს არავინ იცის, მაგრამ ასე ამტკიცებდა, რადგან როგორც ჩანს ამის სწამდა. უფრო ადრეც პარად ურიგითი მფრინავი, არამედ ამერიკელი ინჟინერი, დიდი მეცნიერი ნიკოლა ტესლა მუშაობდა რაღაც გზებზე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მარსელებისთვის რაღაც სიგნალების გაგზავნა. ხოლო 1924 წელს, როდესაც მარსი დედამიწას დაუახლოვდა, ეწყობოდა რადიო დუმილის წუთები, იმ იმედით, რომ სიჩუმეში მარსელების რაღაც სიგნალს გავიგებდით. 1952 წელს, როდესაც ვაშინგტონის თავზე უამრავი უცნაური მოვლენა დაფიქსირდა, რასაც შემდეგ ვაშინგტონში ინტერვენცია უწოდეს, სამხედროები მაშინაც ჩართულები იყვნენ კვლევებში და მათ ანგარიშებს ტელეფონით უსმენდა პრეზიდენტი ტრუმენი, იმდენად აღელვებული იყო ხალხი. შემდეგ კომისია დაზვერვის ცენტრალურმა სამსახურმაც სიამაც შექმნა, რომელიც საიდუმლოდ მუშაობდა და ამან კიდევ უფრო მეტი ეჭვები გააჩინა.
1950-იან წლებში ასეთი ლეგენდაც არსებობდა, რომ იყვნენ შავებში ჩაცმული ვიღაც იდუმალი ადამიანები, რომლებიც ჩნდებოდნენ იმ ადგილებში, სადაც თებში ან უცხოპლანეტელი ფიქსირდებოდა და აქრობდნენ მათ კვალს. ეს მითები გარდაიქმნა შემდეგ კომიქსებად, მერე მაგალითად ფილმად კაცი შავებში, მაგრამ ეს ყველაფერი იყო 1950-იანი წლების შიშების გამოძახილი. რა თქმა უნდა, კულტურამ დაიწყო ამ შიშების გამოყენება. 1951 წელს გამოდის რეჟისორ რობერტ უაიზის ფილმი დღე, როდესაც დედამიწა გაჩერდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელშიც გმირია უცხო პლანეტელი და ძალიან კარგი გარეგნობის, კეთილი პერსონაჟია, რომელიც დედამიწაზე ჩვენ გადასარჩენად და გასაფრთხილებლად ჩამოვიდა. 1950 წელს გამოდის რეი ბრედბერის მარსიანული ქრონიკებიც. ეს არ არის წიგნი მარსზე. მისი მთავარი გზავნილია, რომ დედამიწა შეიძლება დაიღუპოს. მოქმედება აქ იწყება ბრედბერისთვის შორეულ მომავალში 1999 წელს და მთავრდება 2026 წელს, ანუ წელს. ამ წლების განმავლობაში ადამიანები ატომური ომის შიშით ნელ-ნელა აღწევენ მარსზე, სადაც ეჯახებიან ამ მარსიანულ ცივილიზაციას. ეს ცივილიზაცია იღუპება, რადგან ადამიანებმა გადასდეს მათ თავისი დაავადება. ამ დროს დედამიწაზე ატომური ომია და ყველაფერი ნანგრევებშია. გადარჩენილი ადამიანების ჯგუფი მიფრინავს მარსზე და იწყებს იქ ახალ ცხოვრებას. ეს ფილმიც დედამიწელების გაფრთხილებაა. 1950-იან წლებში ჩნდება უამრავი ნაამბობი უცხო პლანეტელებთან კონტაქტების შესახებ და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა ჯორჯ ადამსკის შემთხვევა. ის იყო პოლონური წარმოშობის ამერიკელი, რომლის საქმიანობაც იყო ძალიან მრავალფეროვანი. ის ხან ღვინოს აწარმოებდა, ხან ფილოსოფიას ასწავლიდა, ხან რაღაც ეზოთერულ ორგანიზაციებს ქმნიდა. 1940-იან წლებში მას ჰქონდა პატარა ჯიხური, სადაც ყიდდა ჰამბურგერებს. ეს ჯიხური მდებარეობდა ცნობილ ასტრონომიულ ობსერვატორიასთან ახლოს. ერთ დღესაც მან თქვა, რომ ფოტო გადაუღო ამოუცნობ მფრინავ ობიექტს. ამით დაიწყო და შემდეგ მოყვა, რომ თავის ახლობლებთან ერთად უდაბნოში მიდიოდა, როდესაც რაღაც უცნაური რამ მოხდა. ეს ახლობლები დატოვა და როდესაც მივიდა ამ უცნაური რაღაცის სანახავად, აღმოაჩინა კოსმოსური ხომალდი, საიდანაც გამოვიდა უცხო პლანეტელი, რომელიც გავდა ადამიანს და რაღაცნაირად დაეკონტაქტა მას. ადამსკი ყვებოდა, რომ ეს ხომალდი ჩამოფრინდა ვენერადან, რომ იმ უცხო პლანეტელმა უთხრა, რომ ნერვიულობდნენ ადამიანების გამო, თითქოს გააფრთხილა, რომ ატომური აფეთქება იქნება და დედამიწა დაიღუპება. ადამსკის თქმით, მან კითხა უცნობს, დედამიწიდან ჰყავდათ თუ არა თავის პლანეტაზე ადამიანები წაყვანილი, რასაც მან უპასუხა, რომ დიახ და გაფრინდა. ოღონდ დაუბრუნდებიო დაიბარა. თითქოს ამ უცნობის ნაკვალევიც დარჩა, რომელიც ადამსკიმ გადაიღო. ცხადია, ეს ყველაფერი იყო თაღლითობა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი და დაიწყო ასეთი ამბების მოყოლა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ადამიანებისგან. უამრავი ხალხი ამბობდა, რომ ეკონტაქტდნენ უცხო პლანეტელებს. ამასობაში ადამსკი ყვებოდა, რომ იუპიტერელებსაც შეხვდა, სხვა პლანეტელებსაც, რომ მათთან ერთად დაფრინავდა უდაბნოზე კალიფორნიაში. ბოლოს მთვარეზეც გაასეირნეს და მას უჯერებდა ბევრი ადამიანი. უფოლოგების ყრილობები იმართება, კლუბები იქმნება, მაგრამ 1950-იანი წლების ბოლოს თითქოს ინტერესი ცხრება. მაგრამ როგორც კი კოსმოსის ათვისება დაიწყო, იმის ნაცვლად, რომ უფრო მეცნიერულად შეეხედათ პროცესისთვის, მოხდა საპირისპირო. ადამიანები ახალი იმედებით და ინტერესით დაიმუხდნენ, რომ სადღაც დედამიწის გარდა სიცოცხლე არსებობს და ძალიან უნდათ მათთან კონტაქტი. ამას ძალიან შეუწყო ხელი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრმა. სტენლი კუბრიკის ფილმი კოსმოსური ოდისეა 2001 გამოვიდა 1968 წელს. სცენარზე რეჟისორი მუშაობდა ცნობილ ბრიტანელ ფანტასტთან არტურ კლარკთან ერთად. მათ გამოიყენეს საფუძვლად კლარკის მოთხრობა გუშაკი. შემდეგ კლარკი დაწერს რომანს კოსმოსური ოდისეა. კუბრიკი თვლიდა, რომ იღებდა ფილმს ადამიანის და კოსმოსის ურთიერთობაზე. მთელი ეს ისტორია ტრიალებს უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის ირგვლივ. ბოლოს გადარჩენილი ერთადერთი ასტრონავტი შედის კონტაქტში უცხო პლანეტელებთან და ისინი გადააქცევენ მას ახალ არსებად. ის ხდება ზეადამიანი, რომელმაც კუბრიკის ჩანაფიქრით მთლიანად უნდა შეცვალოს დედამიწაზე ცხოვრება და გარდაქმნას ის უკეთესობისკენ.
1960-70-იან წლებში იწყებენ უცხო პლანეტელებთან ძველი კონტაქტების ძებნას, რასაც შემდეგ დაარქმევენ პალეოკონტაქტებს და თვლიან, რომ პოულობენ კიდეც. იდეა იმის შესახებ, რომ ძალიან ძველად წარღვნამდე არსებობდნენ რაღაც საოცარი ცივილიზაციები, ყოველთვის არსებობდა. იგივე ლეგენდა ატლანტიდის შესახებ მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ ამ ცივილიზაციებს არ უკავშირებდნენ უცხო პლანეტელებს. ჩვენს დროსთან ახლოს კოსმოსის ათვისების ფეხდაფეხ ადამიანებს უმყარდებათ განცდა, რომ სხვა ცივილიზაციებიც არსებობენ. თუ კი ჩვენ შეგვიძლია სხვა პლანეტებზე გაფრენა, რატომ არ შეუძლიათ სხვებს? კოსმოსური კვლევები არის მეცნიერება, ძალიან რაციონალური, მაგრამ ამ პალეოკონტაქტების ირგვლივ არის ფანტაზიების და ცრუ მეცნიერული წარმოდგენების მთელი თაიგული. იყო ასეთი შვეიცარიელი ერიხ ფონ დენიკენი. მისი კარიერის პიკი იყო სასტუმროს მენეჯერის თანამდებობა. ამასთანავე იყო რამდენჯერმე ნასამართლევი თაღლითობის და სხვისი ფულის გაფლანგვის გამო. მისი მომხრეები დენიკენის ბიოგრაფიის ამ ფრაგმენტებს იმით ხსნიდნენ, რომ კვლევებისთვის ფული სჭირდებოდა. დენიკენს უნდოდა ადამიანების დარწმუნება, რომ უცხო პლანეტელები ძალიან ხშირად მოფრინავდნენ დედამიწას. მან დაწერა წიგნი „ღმერთების ეტლი“. 1970-იანი წლების დასაწყისში ამ წიგნის მიხედვით ფილმიც გადაიღეს. ეს ფილმი საინტერესოა დღევანდელი გადმოსახედიდან. მასში ჩანს ბევრი მეთოდი, რომელსაც თანამედროვე პროპაგანდა იყენებს სხვა მიზნებისთვის. ის თავის დაუდასტურებელ მოსაზრებებს წარმოაჩენს როგორც საზოგადოდ ცნობილს და იწყება თხრობა სიტყვებით, რომ ყველასთვის ცნობილია, რომ უძველესი ხალხი ვერ ააშენებდა პირამიდებს, ან მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია, როგორ აშენდა პირამიდები. არადა მეცნიერებამ ყველაფერი შესანიშნავად იცის. სისტემაც და ის თუ როგორ შენდებოდა პირამიდებიც, დიდი ფიზიკური ძალის გამოყენებით. 1940-იანი წლების ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსი ჯოზეფ ჰაინეკი მიიწვიეს ამერიკელმა სამხედროებმა იმისთვის, რომ გაეანალიზებინათ ცნობები ამ მფრინავი თებშების შესახებ. ის ძალიან დამაჯერებლად უარყოფდა მათ არსებობას, მაგრამ დროსთან ერთად შესაძლოა ამ ისტორიების ზემოქმედებითაც მისი მოსაზრებები იცვლებოდა. 1970-იან წლებში ის თავის გამოსვლებში ამბობდა, რომ დიდი ალბათობით არსებობს რაღაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, რომლებსაც შესწავლა სჭირდებათ, მაგრამ ის არ ამტკიცებდა, რომ აუცილებლად ესენი უცხო პლანეტელები არიან. უბრალოდ არსებობს ამ დაფიქსირებული მოვლენების რაღაც ნაწილი, რომლებიც მეცნიერებს ჯერ ვერ აუხსნიათ. 1960-70-იანი წლებიდან დღემდე, თუ კი მეცნიერები რამის შესწავლას ცდილობენ, ეს არის კოსმოსში რამის პოვნა და არა დედამიწაზე თებშების ფრაგმენტების და ამ ძალისხმევის მიუხედავად ჯერჯერობით ვერაფერი ნახეს. 1959 წელს ასტრონომებმა კოკონიმ და მორისონმა გამოაქვეყნეს სტატია ვარსკვლავთშორისი შეტყობინებების ძიებაში, რომელმაც სამეცნიერო საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ავტორები ამბობდნენ, რომ საჭიროა რადიოასტრონომიის და რადიოტალღების დახმარებით, რომლებიც შეიძლება კოსმოსში გაიგზავნოს, შეეცადონ ჩვენთან კონტაქტის დამყარებას და დაკავშირებას. ამიტომ საჭიროა ამ ტალღების ძებნა. 1972 წელს ნასამ გაუშვა კოსმოსში აპარატი პიონერი 10, რომელიც მოძრაობდა მზის სისტემაში და სულ უფრო გშორდებოდა ჩვენ. მან გამოაგზავნა უამრავი ძალიან ძვირფასი ინფორმაცია კოსმოსიდან. შემდეგ ის გავიდა მზის სისტემიდან, ბოლო ცნობები მისგან მოვიდა 2003 წელს და ასე გადაადგილდება ვარსკვლავებს შორის სივრცეში და თეორიულად არის შანსი, რომ სადმე გზად შეხვდება რაღაც სხვა ცივილიზაციას. ამიტომ თუ კი ის დღემდე მწყობრშია, მიაქვს ფოლადის დისკი, რომელზეც ამობეჭდილია ზოგიერთი გამოსახულება, რომელმაც იმ ჰიპოთეტურ უცხო პლანეტელებს უნდა მისცეს ცნობები ჩვენი ცივილიზაციის შესახებ. პიონერ 10-ს უწოდეს გალაქტიკაში ადამიანის პირველი გარღვევა და არსებობს იოტის ოდენა ალბათობა იმისა, რომ ოდესმე, ოღონდ ბევრი მილიონი წლის შემდეგ ჩვენთვის უცნობი მაღალ განვითარებული უცხოპლანეტელი არსებები აღმოაჩენენ პიონერ 10-ს და დისკზე ამოტვიფრულ ინფორმაციას, რომელიც მათ მინიმალურ წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი ცივილიზაციის შესახებ.
1974 წელს ორმა ასტროფიზიკოსმა ფრენკ დრეიკმა და კარლ საგანმა შეადგინეს გზავნილი, რომელიც რადიო ტალღის სახით გაიგზავნა პუერტო-რიკოში არსებული არესიბოს ობსერვატორიიდან კოსმოსში და ისეთ მანძილზე ჰერკულესის თანავარსკვლავედისკენ, რომელიც ჩვენგან 25,000 სინათლის წლის მანძილზეა. 1977 წელს ოჰაიოს ობსერვატორიაში თითქოს დააფიქსირეს რაღაც რადიო სიგნალი, რომელსაც უწოდეს ვაუ, ანუ გაოცების რეპლიკა, მაგრამ ის არც ერთხელ აღარ განმეორდა. სავარაუდოდ იყო რაღაც შეფერხებები და ამ სიგნალის მიღებაც ამის შედეგია. მაგრამ როგორც ცნობილია, იმედი გვდება ბოლოს, მაგრამ იმედსაც რომ თავი დავანებოთ, ასეთი კვლევებისთვის საჭიროა ძალიან დიდი დაფინანსება. თუკი 1970-იან წლებში კოსმოსში ამ ცივილიზაციების ძებნა ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო ჩანდა, დროთა განმავლობაში უშედეგობის გამო ენთუზიაზმი ჩაქრა, პროექტები დასრულდა. სიგნალი რომ მიიღო, რისი ალბათობა ძალიან დაბალია, მთელი ცის მუდმივი მონიტორინგია საჭირო. ამას კი რაღაც გიგანტური ძალისხმევა და ფინანსები სჭირდება და ტექნიკურადაც არავინ იცის, რამდენად მიღწევადია ასეთი მონიტორინგის ჩატარება. 1999 წელს გაჩნდა აზრი ენთუზიასტების გამოყენების. კომპიუტერის მფლობელ ნებისმიერ ადამიანს უნდა დაეყენებინა პროგრამა, რომელიც იმ დროს, როდესაც პატრონი არ მუშაობს, კომპიუტერთან ტელესკოპებიდან წამოსულ მონაცემებს მიიღებდა მათი კომპიუტერი, დაამუშავებდა და შესაძლოა სიგნალიც ეპოვა. ამაში მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანმა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერავინ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა. 2011 წლის დასაწყისში ჩილეს უდაბნოში ატაკამა მოეწყო უამრავი ტელესკოპისგან შემდგარი სისტემა, რომელიც ცის გიგანტურ ფართობებს ფარავს შესწავლისთვის, მაგრამ ჯერჯერობით აქაც დღემდე არაფერი უპოვიათ. თქვენ რა ისტორიები გახსენდებათ უცხო პლანეტელების შესახებ? გჯერათ თუ არა მათი არსებობის? მოგწერეთ კომენტარებში, მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხის ღარბი და თქვენი ახლობლებიც მოიწვიეთ. მე კი მომავალ ისტორიებამდე გემშვიდობები.